თავი მე-13 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: გაგზავნე კაცები რომ დააზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მივეცი ისრაელიანებს. მამათა შტოდან თითო კაცი გაგზავნეთ, ყველა თავკაცი იყოს მათში. გაგზავნა მოსემ ისინი ფარანის უდაბნოდან უფლის სიტყვისამებრ. ყველანი ისრაელიანთა მთავრები იყვნენ, აი მათი სახელები: რეუბენის შტოდან შამუაყ ზაქურისძე, სიმონის შტოდან შაფათ ხორისძე, იუდას შტოდან ქალებ იეფუნისძე, ისაქარის შტოდან იგალ იოსებისძე, ეფრემის შტოდან ოსია ნუნისძე, ბენიამინის შტოდან ფალტი რაფუსძე, ზებულონის შტოდან გადიელ სოდისძე, იოსების შტოდან მენაშეს შტოდან გადი სუსისძე, დანის შტოდან ყამიელ გემალისძე, აშერის შტოდან სეთურ მიქაელისძე, ნაფთალის შტოდან ნახში ვოფსისძე, გადის შტოდან გეუელ მაქისძე. ესენია იმ კაცთა სახელები, რომლებიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერავად. დაარქვა მოსემ ოსია ნაბესძეს იესო. გაგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერავად და უთხრა მათ: გაემართებით სამხრეთით და ახვალთ მთაზე. მიმოიხილავთ ქვეყანას, როგორია და რა ხალხი ცხოვრობს იქ, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი თუ ბევრნი. როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ, კარგი თუ ცუდი, როგორი ქალაქებია, სადაც ისინი სახლობენ, ვანაკებია თუ ციხე-სიმაგრეები, როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე, იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფები, სწორედ ის დრო იყო ყურძენი რომ წიფდა. წავიდნენ და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის მისასვლელთან. გაემართნენ სამხრეთში და მიადგნენ ხებრონს. იქ მკვიდრობდნენ ახიმანი, შეშაი და თალმაი, ყანაკის ნაშიერნი. ხებრონი ეგვიპტის ცოყანზე 7 წლით ადრე იყო აშენებული. მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ ვაზი თავისი მტევნით და კეტით წამოიღო ორმა. აგრეთვე ბროწეული და ლეღვის ნაყოფები. ამ ადგილს უწოდეს ეშქოლის, მტევნის ხევი, იმ მტევნის გამო, რომელიც იქ მოჭრეს ისრაელიანებმა. 40 დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ. წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აარონთან და ისრაელიანთა მთელ საზოგადოებასთან, ფარანის უდაბნოში, კადეში და მოუტანეს ამბავი მთელ საზოგადოებას, აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები. უამბეს და უთხრეს: მივედით იმ ქვეყანაში, სადაც გაგზავნე. მართლაც რძე და თაფლიდის იქ, აჰა მისი ნაყოფებიც. ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში. ქალაქებიც გამაგრებულია და ძალზე დიდი. ყანაკის ნაშიერნიც ვნახეთ იქ. ყამალეკი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს. ხეთელები, იებუსეველები და ამორეველები მთებში ცხოვრობენ. ქანაანელები კი ზღვისპირეთში და იორდანეზე. ხალხი დაუშოშმინა ქალებმა მოსეს. თქვა: გავილაშქრებთ და დავისაკუთრებთ იმ ქვეყანას, რადგან შეგვიძლია მათი ძლევა. სხვებმა კი, ვინც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ჩვენზე ძლიერია. ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად. მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო. იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში.